თერაპიებზე ძალიან ღრმად და კარგად მუშავდება ხოლმე ეს კარმული ასპექტები. საით წავიდეს ადამიანი, რა მისია აქვს, რა აქვს დადებითი პოტენციალი და რა უშლის ამ ყველაფერში ხელს. გელოდებით, მეგობრებო, ვისაც გექნებათ სურვილი 22 მარტს კარმული ასპექტების გაცნობიერების ჯგუფურ ტრენინგზე. კარმულ ასპექტებში გავლით სევლენა ლილიტის პირადი რუკების გამოყენებით ენერგიას, როგორ უნდა დავეკონტაქტოთ ამ ენერგიას, როგორ უნდა გავაცნობიეროთ, როგორ უნდა შევხვდეთ შეგრძნებებით, რა არის საერთოდ ეს კარმული ასპექტები, ეს რეინკარნაციული სისტემა იქნება თუ ოჯახური გზავნილები იქნება, ამ ყველაფრის გაუცნობიერებლობა, როგორ გვიშლის ხელს წინსვლაში, როგორც ენერგეტიკული ბლოკები და ამ დროს როგორი დიდი რესურსი და დიდი ენერგია აქვს ამ ჩვენს კარმულ ასპექტებს. აი ამ თემაზე მექნება ძალიან საინტერესო ჯგუფური თერაპიული შეხვედრა, ვიყენებ ხოლმე მონაწილეების პირად რუკებს და გავდივართ ყველაზე ეს წერტილოვნად, ყველაზე მნიშვნელოვან კარმულ სტრუქტურებს და თან ყველაზე საინტერესო ის არის ჯგუფი, როცა მონაწილეობს ამ პროცესში, მხარდამჭერიც არის ეს ჯგუფი და ყველაზე მთავარი, რომ ყოველი სესია მონაწილეთა გამოსვლით, მაგალითად თერაპიული მუშაობით, რომ სად ვარ ახლა, სად მინდა რომ წავიდე, რა მიშლის ამაში ხელს, ხო და ეს შეკავების ენერგიები საიდან მოდის ეს პირად რუკაში ჩანს მაგალითად და იქ მე მართავ ამ თემას, როგორ გავაცნობიეროთ ეს ყველაფერი, ამ ენერგეტიკას როგორ შევხვდეთ და როგორ წავიდეთ წინ ხო ცხოვრებაში, როგორ გადავხარშოთ ეს კარმული ასპექტები. ამ ყველაფერში ძალიან საჭირო არის ხოლმე ჯგუფური ჩართულობა. ეს არ არის ინდივიდუალური თერაპიის პროცესი და ამ ჯგუფური თერაპიის ზუსტად ძალაც ეს არის, რომ ჩვენ მარტონი არა ვართ აქ და ჯგუფი ერთად არის. შეიძლება მსგავსი პრობლემები გქონდეს სხვებსაც, როგორ უმკლავდება ამას ჯგუფურ თერაპიებზე ძალიან ღრმად და კარგად მუშავდება ხოლმე ეს კარმული ასპექტები. საით წავიდეს ადამიანი, რა მისია აქვს, რა აქვს დადებითი პოტენციალი და რა უშლის ამ ყველაფერში ხელს. მონაწილეთა რაოდენობა ძალიან მინიმალური არის ხოლმე, სულ რამდენიმე ადამიანს ვიყავ ხოლმე ამ ჯგუფურ ტრენინგზე და მექნება დღის პირველ საათზე დაიწყება და რამდენიმე საათი გრძელდება ხოლმე. ძალიან ნაყოფიერი მუშაობა მიდის ხოლმე. Google Meet-ით გვაქვს შეხვედრა, იწერება ეს საუბარი და იდება ხოლმე დახურულ ჯგუფში, რომელთაც მხოლოდ მონაწილეებს ექნებათ წვდომა. უბრალოდ ვისაც გაქვთ სურვილი საკუთარ კარმულ სტრუქტურებზე მუშაობის, გელოდებით, რამდენი წელია ამ მიმართულებით მუშაობ, ძალიან ეფექტური არის მუშაობა ამ კარმულ სტრუქტურებზე, აი ამ პერიოდსაც ხედავთ ხოლმე ვიღაცას, მაგალითად ტრანზიტული ახლა რა პერიოდი აქვს და ეს კარმული ასპექტი განსაკუთრებით როგორ შეიძლება გამოვლინდეს და განსაკუთრებით ვიწყებთ მერე მაგაზეც მუშაობას.